ეშმაკმა დაალაღროს. ეშმაკმა დაალაღროს. ამინე, გამაგრდი მეგიშველი. ფადიკ, ნუ გეშინია. სად არის დედა? საწოლში, არაა შვილო. უკვე დავაწვინე. მითხრა ძალიან მეძინებაო. საპირფარეშოში ხომ არ გავიდა. ადექი, უნდა მოვძებნოთ. ამინე. ქალბატონო, ამინე არსად ჩანს. ყველგან მოვძებნე. ჩუმად. დემირ. დედა რა ხდება? მაბატეიშვილო, ამინე არ არის. რას ნიშნავს არ არის? ოთახში არ არის. და შენ მის გვერდით არ იყავი? მეძინა ბატონო. წამოდი შვილო, წამოდი, უნდა მოვძებნოთ. მერთო. სად უნდა წასულიყო? საკაცი ჩქარა. საკაცი მოიტანეთ. გამაგრდი ამინე, მოვედით. ილმაზ რა მოხდა? უსებ გამოჩნდა. მკვეთრა დავამოხროჭე, მაგრამ როგორც ჩანს სისხლდენა აქვს. მიმღებში გადაიყვანეთ, კარგი? ექიმში ეტყობინეთ, რენტგენისთვის მოამზადონ. შევამოწმოთ სისხლდენა ხომ არ აქვს, ჩქარა. აიგოთ, ცუდი ხომ არაფერი მოხდება. ნუ ნერვიულობ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. ღმერთო შეუნარჩუნა სიცოცხლე ამ ქალს. გაფურ, აბდი, მომისმინეთ. თქვენ ბეღელის მხარეს წადით. კარგი ბატონო. ფადიკ გიულტენ სანიე. თქვენ სახლში მოძებნეთ, ყველგან ნახეთ. გულდასმით მოძებნეთ და სანამ ჰამინეს არ იპოვით, არ დაბრუნდეთ. ჩქარა. ეძებეთ, ჩქარა. მიდით, ყველამ გაიგეთ ბატონმა რას თქვა. დღესთან ახლოს ყველგან ნახეთ. დედა ჩვენს მოძებნოთ, წამოდი. იქნებ ბეღელშია. მამაღლა არ ეყვიროთ, რომ შეეშინდება. მიდი, სწრაფად. დედიკოს ბიჭი. ხომ კარგად ხაშველო. გისმენთ. ზულეიხა. ილმას აქ რატომ რეკავ? ნუ გეშინია. რაღაც მოხდა და... რა მოხდა? სახლში ბრუნდებოდი და გზად ჰამინე შემხვდა. მოულოდნელად გადმოხდა გზაზე. მანქანის გაჩერება ვერ მოასწარი და... რა? ნუ გეშინია. ახლა კარგად არის, საავადმყოფოში ვართ. ილმას რას ამბობ, როგორ არის, კარგადაა? კარგად არის. მინდოდა თქვენთვის შემეტყობინებინა. დემირს და ჰუნგარს უთხარი. კარგი, ვეტყვი. შენ კარგად ხარ ილმას? მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. კარგი. ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს. მადლობა. ნახვამდის. დემირ. რა მოხდა? ამინე საავადმყოფოშია. საავადმყოფოში ილმაზმა დარეკა შემთხვევით მანქანით გაუტანია და მოხრუჭება ვერ მოუსწრია. დაარტყა? ხო. დარეკა და შენ გითხრა? დემირ მისახებში ვიყავი, ყურმილი მიავიღე. დემირ. ღმერთო, დემირ. კეთილი საქმე გააკეთეთ ბატონო ილმას. მოხუცი ქალია. იგივე ჯგუფის სისხლი რომ არ ქონოდათ, ძალიან გაძნელდებოდა. არა, ბატონო ილმაზ, არ ადგეთ. შეიძლება წნევა დაგივარდეთ. პორტოხლის წვენი და ორწყობილაა. წნევა ნორმაში ჩავაყენოთ. მადლობა. წარსულში დარჩეს ბატონო ილმაზ.
ნახოთ ამჯერად დემირი თავს როგორ დამესხმება. დედა შენ დაარტყი? ღმერთო მოთმინება მომეცი. აქეთ მოიხედე, დედა შენ გაიტანე? შუაღამეს გზაზე გამოვიდა და ვამოხროჭა, მაგრამ ვერ გავაჩერე. რამე რომ დაემართოს. კიდევ რას გააკეთებ იმისთვის, რომ ტკივილი მოგვაყენო? რა გაქვს გეგმაში? მას იქვე დავტოვებდი და დილით მკვდარს იპოვიდით, მაგრამ არ მივატოვე, აქ მოვიყვანე. იქ რომ დაგეტოვებინა, ვნახავდი, რასაც გიზამდი. დემერ, კარგი წამოდი. რა ხდება? დედა როგორ არის? კარგად არის, მხოლოდ სისხლი დაკარგა და ბატონმა ილმაზმა გადაუსხა. ილმაზმა? ეს რა გვაკლდა? ყოველი შემთხვევისთვის 12 საათის განმავლობაში დავაკვირდებით. და მისი მდგომარეობა ნორმალურია, ხომ ასეა? საკმაოდ. დემერ. ილმაზაკაია? დიახ, მე ვარ. ავარიასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა ჩამოგართვათ. კარგი, წავიდეთ, გთხოვთ. რა მოხდა? რაღაც უნდა გკითხო. მკითხე. რატომ ხდება, რომ როცა ილმას რაღაც ემართება, სულ შენთან არის რაღაც კავშირში? ისევ სისულელეებს ლაპარაკობ? იმას ვამბობ, რომ როცა ილმასთან რაღაც ხდება, სულ შენ ხარ გარეული. ამჯერადაც ტელეფონს ხომ შენ უპასუხე? მე რიგ გამოხვედი ეზოში. ილმაზმა დარეკაო, ამინე გაუტანიაო, საავადმყოფოშიაო. მუშგან ეს ჩემი სახლია. ეს კი ჩემი ტელეფონი. ტელეფონმა დარეკა და მე უპასუხე. გაიგე? ამ სახლში ამდენი ხალხია. და რატომღაც როცა ილმაზმა დარეკა, შემთხვევით ზარ შენ უპასუხე, ასეა? მგონი უკვე სულ გაგიჟდი, არა? გითხრა რაღაც ულეიხა. მითხარი. ვიცი რომ ილმაზზე უარი არ გითქვამს. თამაშობ იმ ქალის როლს, რომელიც ძალიან ზრუნავს თავის ქმარზე. საყელოს უსწორებ და ასე შემდეგ. ბატონი დემირის არ ვიცი, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ეს იცოდე. ნუ გჯერა. ნუ გჯერა. მოგცე? ერთი რჩევა მუშგან. მომეცი. იმკურნალე. თორემ ჩემს გამო უკვე შეიშალე. ზადი საავადმყოფოში დაწექი და კარგად იმკურნალე. თორემ ასე საკუთარ თავს გაინადგურებ, მართლა მეშინია. ნუ გეშინია. დაივიწყე ეს. სხვა რამ უნდა გკითხო. თქვენ? ანუ, შენ და ჩემი ქმარი. ისევ ხვდებით ერთმანეთს? ღმერთო, რა დავაშავე? დავუშვათ, რომ ხვდებით. რა სიზამ? მაინც რა სიზამ? ხომ აღარ გცივა ძვირფასო? ჩემო ლამაზო, ჩემო ძვირფასო. არა დაკარგვია, შუაღამისას გზაზე რომ გადიხარ, დედა. მერთო, თავს არ დამანებებთ? ჩააქრე შუქი, ძილი მინდა, ძილი. ჩააქრე.
არა, დედიკო, არავით არ იძილი. კიდევ რამდენიმე საათი არ დაიძინებ, კარგი? ექიმმა ასე თქვა. მერე მე დაგაწვენ და დაგაძინებ, კარგი ძვირფასო. მიდი, ხომასია დემირ. დილამდე ფხიზლად უნდა იყოს. არა, რამდენიმე საათი. მადლობა ღმერთს, კარგად არაფერი უჭირს. სიფრთხილის ზომებიაო, ასე თქვეს. რამე რომ მომხდარიყო ილმა სარვაცოს ხრებდი. დაძინება არც იფიქრო, დედა. დაძინება არ იფიქრო. კარგი შეეშვი. მადლობა ღმერთს ამდგარა და მოუყვანია. კალი გაიტანა და თანგმირიც გახდა, ღმერთო შემო. დაივიწყენ, უღარ ბრაზობ. ადექი შენ წადი, დაისვენე. წადი. არა აქ მარტოს ვერ დაგტოვებთ. რატომ არ დაგტოვებ ძვირფასო, მადლობა ღმერთს ამინე კარგადაა. მიდი ადექი. დილას ადრე მოხვალ და წაგვიყვან. იყო აქ დავისვენებ. გეუბნები წადი მეთქი. ცოლი ორი ბავშვით სახლში გელოდება. ნერვიულობს, მიდი. თანხვალ ბევრი საქმე გვაქვს. წადი ფირმაში უამრავი საქმეა, ადექი შვილო. მარტოები რას გააკეთებთ აქ? ვიზამთ რამეს, შენ არი ნერვიულო. დედა, არ დაიძინო. სანია ხომ არ გამოგიგზავნო. არა ძვირფასო, არაა საჭირო. ძალიან შეგვაშენია, ქალბატონო აზიზე. შენ ვიხარ. კარგი, რამე თუ დაგჭირდეთ დამირეკე. კარგი შვილო, ჩვენზე არი ნერვიულო, წადი. დედა, მოდი მე და შენ ვილაპარაკოთ. არ დაიძინო. მოდი ჩემს რძალზე ვილაპარაკოთ. ხომ გახსოვს რძალი? არასდროს გეყვარდა. ზუსტად შენნაირი ფეხსაცმელი იყიდა და ძალიან გაბრაზდი. გახსოვს ძვირფასო? შემომხედე, არ დაიძინებ. Buradayım ben. Bak. ანგელოზე ვიძინავს სანია. ჩემი ბეკეკა. ამ ხმაურმაც ვერ გააღვიძა. ო. ესე იგი დაიღალა გოგონა. წამოდი გავიდეთ. კარგი. სანია. მოიხედე რა გითხრა, სანია? იუზუმს ისეთ გვილად ზინავს. იქნებ შენც მომიწვე. ცოტა ხნით გვერდით. გაფურ. დავინახე. არ შემეხო. სანია, ძალიან მომენატრე გოგო. ენი სურვილი მომენატრა. შენ მომენატრა. მოითმენ, ყოველთვის იმიტომ არ მოხდება, რომ შენ მოგინდება. სანია, ღვთის გულისთვის საკუთარი ქმარი სულ არ გენატრება? მენატრება. როგორ არ მენატრება? ხომ გენატრები. ხოდა მეც მენატრები. ეს გაიხადე. შუქი ჩააქრე. ესენი გაიხადე და კალსონები ჩაიცვი. ამით წვები და მერე ლოგინი ყარს. ესენი აიღე, ჩაიცვი ღვთის გულისათვის. ბავშვი გაიღვიძებს. სანია, 5 წუთით მაინც დავწოლილიყავით. გაფურ. წვები დაღლილი, იღვიძებ დასვენებული. აბაჰე. სანია. სასტიკი. აღარ დამთავრდა შენი ტანჯვა გაფურ. აღარ დამთავრდა. ჩემი შევთვალება. დედა, შვილო, დედა. სად ხარ, დედა? საყვარელო, სად ხარ, დედა? ჩემო საყვარელო, დედა, სად ხარ? იზუმ, დედა, მოიცა ძვირფასო, მოიცა. მოდი წყალი დალი. მე დედასთან წავალ, გამიშვი. სად არის დედა ჩემი, გამიშვი. დედასთან წავალ. სად არის დედა ჩემი? სანია. მე დედასთან წავალ. კარგი, შვილო, შემომხედე.
შემომხედე. ყველაფერმა ჩაიარა. მოდი საყვარელო, მოდი. ყველაფერი გაივლის. რა მოხდება ერთხელაც რომ ნახო დედა გთხოვთ? გაგივლის საყვარელო, გაგივლის. ჩაქრება ცეცხლი შენს გულში. ღმერთო შეეწია მომონკოს. ღმერთო. კარგი. რაც ჩაიდინე მის სანახავად მოხვედი? სწორედ ამას უკეთებ ადამიანებს. ანადგურებ, წვა, ანგრევ. როცა ალი რაჰმედთან სახლში მიდიოდი, იცოდი რომ ეს მოხდებოდა. არ ვიცი რა უთხარი, მაგრამ შენივრად იცოდი რომ გულს ატკენდი. მაგრამ მე შენი თამაში ჩავშალე. შენ კაცის მოსაკლავად მიხვედი, მაგრამ მე ეს კაცი გადავარჩინე. მე გადავარჩინე. მასთან სახლში მივედი და გადავარჩინე. ფიქრობ რომ ყველას უფროსი ხარ, ყველასი. მათი მოსამართლე ხარ, სათამაშოებივით იყენებ ადამიანებს. შენს თვალში არავის არაფრის ფასი არ აქვს. მაგრამ ასე აღარ იქნება. სათამაშოსავით ვეღარავის ვეღარა თამაშებ გალბატონო ჰუნკარ. მით უმეტეს ალი რაჰმედს. არასდროს. იმიტომ რომ მის გვერდით უკვე მე ვარ. ნუ იოცნებებთ. გული დაგწყდებათ. მუშგან ჯერ არ დაწოლილ ხარ? ეს რა დამემართა? გავიგე. ამინე გაგიტანია. მადლობა ღმერთს, სუდი არაფერი მოხდა. ვერ ხვდები ასე რატომ მიყურებ? გამეკვირდებოდა თუნდაც ერთ დღეს ისე ჩაევლო, რომ არაფერი მომხდარიყო. რა ზამობ მუშგან? იმას ვამბობ, რომ ღმერთის წყალობით არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია ზულეიხასთან საუბრის გარეშე. სხვა რა უნდა ვთქვა? არა, ნამდვილად გავგიჟდები. დედას ერთადერთი. ჩემი საყვარელი ბიჭი. შენს დედიკოსავით უიღბლო ხარ შვილო. როცა შენი დაიკო დაიბადა, მე შენ არ დამვიწყები ხარ.
Tanrı bir de beni sakın unutma. Çınladın durdun kulaklarımda. Süzülen yazsın yanaklarımda. Bir şarkı oldun dudaklarımda. Senin sevgini söyledim durdum. Bir şarkı oldun dudaklarımda. Senin sevgini söyledim durdum. მე დემირი მიყვარს. შეურიგდი ამას. წადი აქედან. წადი. Ben de unutamam geçse de yıllar. Seviyorum seni dünyalar kadar. Dudağımda ismin, gözümde yaşlar. Bir Tanrı'yı bir de beni sakın unutma. Ben de unutamam geçse de yıllar. Seviyorum seni dünyalar kadar. Dudağımda ismin, gözümde yaşlar. Bir Tanrı'yı bir de beni sakın unutma. Çınladın durdun kulaklarımda. Süzülen yazsın yanaklarımda. Bir şarkı oldun dudaklarımda. Senin sevgini söyledim durdum. Bir şarkı oldun dudaklarımda. Senin sevgini söyledim durdum. Senin sevgini söyledim durdum. Senin sevgini söyledim durdum. Üzüm gözü. ჩემო ლამაზო. Bugünkü მოკლედ ჩვენი ders დღევანდელი bizim გაკვეთილია bal თაფლი და kaymak. გარაქი. Şimdi balla kaymak მოკლედ თაფლი და გარაქი ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან. böyle აი ასეთი. birbirlerini çok ერთმანეთი seviyorlar. ძალიან უყვართ. Ben de çok მეც seviyorum. ძალიან მიყვარს თაფლი და გარაქი. Şimdi ახლა güzel პურის bir გემრიელ ekmek ნაჭერს verelim მოგცემ. sana. Buna აი ასე. şimdi ne აბა ახლა yapıyoruz? რას ვაკეთებთ? İlk önce ჯერ ვიღებთ kaymağımızı გარაქს და alıp კარგად ekmeği გადავუსვამთ პურის üstüne ნაჭერზე. güzelce sürüyoruz. Hadi აბა bakalım მიდი, çatalını al. ჩანგელი აიღე. Aferin. აი ესე, ყოჩი ახლა ნუ გეშინია. Evet. ო, მიდი აიღე. Al. Şimdi ახლა კი ekmeğin კარგად üstüne გადავუსვე პურს güzelce ზემოდან. sür. Şöyle ekmeği აი ასე. güzelce პურზე კარგად. sürüyoruz. კარგად Peki, ვუსვამთ şimdi ne და ახლა რა yapacağız? უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ რა? He? ახლა გარაქს ზემოდან თაფლს გადავუსვამთ. მოდი, თაფლიც ავიღოთ. Oh, güzel. მშვენიერია. თაფლს მაგიდაზე არ ვაწვეთებთ, იმიტომ რომ დედა სანია ძალიან გაგვიბრაზდება. გადავუსვით ჩვენს გარაქი პურზე. ახლა კი უკვე შეგვიძლია მივირთვათ. შევჭამოთ ჩვენი თაფლი და გარაქი. მე რა თქმა უნდა დეტალებში გასწავლე როგორ უნდა ჭამო, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სხვა დროს იყოს კარგი? იზუმ, ჩემო ყვავილო აიღე. ეს ძახვი შენთვისაა, გემრიელად მიირთვი. მე ძაღლს არ ჭამ. რას ნიშნავს არ ჭამ? როგორ შეიძლება ძახვი არ შეჭამო? მაშინ სულ პატარა დარჩები. კარგი, შევჭამ. სანია, მე ავიღებ თორემ დამოგვიანდება. ასე ძალიან სადგიჩქარება. იქ უნდა წავიდე. საქონელი უნდა წავიღო გრილ ადგილას და მერე მოვალ. და ალბათ ბეღელს ერთი კარგად გამოვწმენ. ხო, და მერე წავალ აბდის სამოვიყვან. იმ ჩვენი კედლისთვის რომ შეგახედა, ნამდვილი კოშმარია. ბალახი ისე გაზრდილა. ბატონმა დემირმა თუ ნახა, ძალიან გაბრაზდება. მოკლედ გავთიბა ვიქაურობას როგორც საჭიროა. ბევრი საქმე მაქვს, ძალიან ბევრი. იზუმ, ეს კაცი ასე შენ შეცვალე? ოჩახ ჩემს ქმარს. როგორ გახდა სახლზე და საქმეზე ასეთი მზრუნველი? მერთო ჩემო. დედასანია. რა ჩემო ყვავილა? დედასთან წავალთ?
წავალთ. სახში ცოტა საქმეები გვაქვს, მორჩები და მერე წავალთ. გაიგონე, უფროსი გალბატონი მოვიდა. ამინე მოიყვანეს, მადლობა ღმერთს. სანია წავიდეთ. მიდი გაიქეცი. მოდი. Geldim. დაგეწიე. ამინე მოვიდა. ამინე. გამოჯამთელდი ამინე. მოდი. არ მინდოდა ამ სახლში. ვენახეს სახლში მინდოდა წასვლა. აქ ვერ ვიძინებ. Ay burada uyuyamıyorum. გეპეცები ამ სახლში უშენოდ ყოფნა ძალიან მასაწყენია. როგორც იქნა ამინე გამოჯამრთალდი. დედა ნახე რა მოგიტანე სად დახვედი დედა დედა სანი ამბობს რომ ანგელოზი გახდი ასე ამბობს ყოველად გადაიქცაო მე არ მინდა რომ ყვავილი იყო მინდა რომ ჩემი დედიკო იყო მე და შენ ბაბუასთანაც მე გქონდა ყვავილები და აღარასდროს მოსულა ძალიან ცალკი რომ ვარ ამიტომ წახვედი ამას არ შევჭამ იმას არ შევჭამ რომ ვაბობდი იმიტომ წახვედი იცი ახლა ძეგლსაც კი შევჭამ დედა სანიამ მეთქვა რომ შენ მე მხედავ ჭამ იმიტომ რომ შემხედავ სულაც არ ვცელკობ შენ რომ არ გეწყინოს დედა სანია და ბიძი აგაფური ძალიან კარგად მივლიან უზარმაზარ საწოლში მძინავს ჩემზე არი დარდო კარგი სანამ ავად გახდებოდი შემთხვევე მოდი უნდა გაკოცო მე კი გავიქეცი ნეტავ გეკოცნა ძმაო ჰოსე, მოვედი. გაფურ რატომ აგვიანებ, რომელი საათია? გაურობა სავსეა. მოვედი, ძმაო, მოვედი. ორი თებში ჯიგარია შეკვეთილი, მიდი. ისეთი წვიმა იყო, იმ სახლის გვერდით კი არის ხიდი, მაგრამ წყალმაწა იყო. აკეთებენ, მაგრამ მიდი იმუშავე. კარგი, ახლავე. ამდი, მომხედე აქეთ. ორი თებში ჯიგარიო, არა მითხრა. აი მე ჯიგრეობა ღმაყლდა. ამას უყურე. ერთი ამას უყურე. ატიბაი ასე მოგაცილ გულღვიძლს და პატარ-პატარა ნაჭრებად დაგჭრი. ეშმაგი ჰატიბი. გულღვიძლი კი მოუზრას შენ.
ვისმენთ. როგორ ხარ ძვირფასო, თავი ხომ არ გტკივა? თავი რატომ უნდა მტკიოდეს? მოხდა რამე? კარგი, ჰამინე, კარგი. არაფერი მომხდარა. ამინე, იოგურტის დრო მოვიდა. შეეშვი იოგურტს. რა მოხდა ბატონო? მეკითხები კიდეც? ბატონო, რა ბატონო, რა? ამ ქალზე ზრუნვა შენ არ მოგანდე? არის რომ მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. მთელი მისი ცხოვრება ბაღის და მისაღები ოთახისგან შედგება. დემერ კარგი. რა კარგი? ჩამეძინე ბატონო. ჩაგეზინა? ამ სახლში არ მჭირდები, ფადიქ. გასაგებია? ბატონო, რომ ცოდნა და ასე მოხდებოდა, თვალს სამითაც არ მოხუჭავდი. ეს გაუშვი ამ სახლიდან. გაუშვი. არ მინდა. დემერ თუ ღმერთი გწამს, სულ გაგიჟდი? აბა რა უნდა ვქნა, მედალი ხომ არ ჩამოგიტო დედა? უსამართლოდ იქცევი. შეხედე ქალი რა დღეშია. დაეძინა. ამინე უყურადღებოდ არ დაუტოვებია. რა ქნას გოგომ თვალი აღარ მოხუჭავს? რას ნიშნავს დაეძინა, მესი საქმე ძილი არ არის. მომისმინე შულა. შენი ხამინი ასე ადვილი არაა. მართლა ძალიან ღლის ადამიანს. გოგო სულ მასთანაა, მე ხომ ვხედავ. სხვაგვარად განა მე დავტოვებდი ძვირფასო. კარგი, მაგრამ ვიღას მევანდო დედა. ფადიქს სამზარეულოში გავუშვებ. ვინმე ეგთანი ვიპოვოთ. სხვა გზა არ არის. რა მოხდა, ადგომა გინდა? დაიცადე. კარგი ძვირფასო, რა მოხდა? გტკივა? როგორ მეწოდები? კარგი რა არძალო. ასე ნუ ნერვეულობ. იზომე ასე რომ დავინახე, გული და მეფლით აგიულტენ. გულზე რაღაც ქვასავით მაწევს და არ გამდის. დედამისის საფლავს აფერებოდა. მერე საფლავზე დარჭებულ ჯოხს კოცნიდა. ჩემი საყვარელი. თანაც ამშვიდებს, ხომ ასეთი პატარაა და ეუბნება დედიკო არ ენერვეულო, დედასანიე და ბიძია გაფური ძალიან კარგად მივლიანო. გული ნაწილ დამეფლითა. შიგნეული აღარ დამჩა. ჩემორძალო. იზიმ შენ. შერაღა გატირებს. გამომაგდეს. რა? ეგ როგორ ფადიქ? ვინ გამოგაგდა? ბატონმა დემირმა მიყვირა. ასე მითხრა ამ სახლში აღარ დაგინახო. მიზეზი ამინის გამო? თურმე უყურადღებოდ დამიტოვებია. მიყვირა ერთი ქალი ჩაგაბარეთ და ვერ მოუარეო. ფადიქ გოგო მომისმენი, ახლა მიდი და დავთ უღმერთი გწამს, რა დავაშავე? არა ცოდვა მაწევს. ღამე ერთად დავწაკით და დავიძინეთ, საიდან და მცოდნოდა რომ ადგებოდა და წავიდოდა. კარგი ნოტირი. ღმერთო ჩემო, როგორ არ ვიტირო, შენ ხარ მოწმე. განა ეს ქალი ერთი წუთით მაინც მარტო დამიტოვებია? ერთი წუთით მაინც დამიტოვებია მარტო? ჩრდილივით დავყვებოდი. ადამიანი არ ვარ? არ შეიძლება ღამე დავიძინო. არა თქმა უნდა დაიღლები ჩემო კარგო. არა თქმა უნდა დაიძინო. არ სვენია? ქალბატონო, დასხედით. დაჯექი. ნუ ღარტირი. უпросо ქალბატონო, გეფიცებით არ გამიგონია ხამინე როგორ ადგადაწავიდა? რომ გამეგონა გავუშვებდი? მე თქვენი ნდობისთვის არ მიღალატია. არც უღალატებ და არც არასდროს გიღალატია, ვიცი რომ არც ერთი თქვენგანი არ მიღალატებს. მაგრამ ბატონი დემირი, რა ბატონი დემირი, კარგი რა. დემირი აქ ეყვირებს, იქ გაპატიებს. ისედაც გაპატია უკვე. მაპატია? ხო, გაპატია. არსად არ მედიხარ. სამზარეულოში იმუშავებ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ქალბატონო. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. კარგი შულო, კარგი. ჩვენი ბრალიცაა. დედა ძალიან რთულია, ძალიან რთული. ეს პატარა გოგო როგორ გაუძლებს? ქალბატონო, ახლა ვინ მიხედავს? დემერს უთხარი ეგთანი ავიყვანოთ მეთქისანიე. მან მიხედოს. მომისმინე, იცოდე ქრთამს გთხოვ. საღამოს ფარშიანი ტოლმამი და შენგან. როგორც მებრძანებთ. ჩემო ლამაზო, კარგი, ნუ ღარიტირებ. მიდი, სანიე დამშვიდით თქვენც. ღმერთი თქვენსკენ. გოგო, ჩემო ლამაზო.
ელოსნებს დაუძახეთ. უთხარი მოვიდნენ და შეაკეთონ. რას ნიშნავს ხვალამდე ვერ მოვლენ? მილები დამსკდარა. კარგი, მოვალ, კარგი. ერთ საქმეს მაინც მოავით თუ ჩემოთ თავი. დემირ, ალბათონო საბიჰა. რაღაც საქმეები გამომეჩნდა. დღეს ფირმაში ვერ მოვალ. კარგი. რა ხდება? ჩაგისვამს. სადმე მიდიხარ? ადნანი ექიმთან მიმყავს. ექიმთან? ქალბატონმა ფერვინმა მითხრა შემოწმებაზე მოიყვანეო, მასთან მიმყავს. დაურეკე და უთხარი რომ ხვალ მევალთ. რატომ? იმიტომ რომ საქმეები მაქვს. დღეს ერთად ვერძავალთ. რატომ მე თვითონ წავიყვან? შენ? მარტო წახვალ? რა იყო დემირ, რამე არ მოგწონს? ო, არ მომწონს. ახლა ისე მანქანა საბურავი გაგისკდება და საიდანღაც ილმაზი გამოჩნდება. შემთხვევითობის მთელი წყება. თქვენ მე გამაგიჟებთ. იჯექი აქ სადაც იხარ. დემირ, ასე რატომ იქცევი? ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? ისე მეკცევი თითქოს მანქანა მე გავაფუჭე. რა გინდა ზულეიხა? გეუბნები ადნანი, ერთად წავიყვანოთ სააბადო ყოფაში მეთქი. შენ მეუბნები არაო. მე მეუბნები ადნანს ყურადღებას არ აქცევა. რა გინდა? და საერთოდ რა მოგდის? შენ თვითონ რა მოგდის დემირ? შენ მითხარი მანქანა გაგიბუჭდებაო და რა ვიცი კიდევ რა. რაზე მიმანიშნე? არაფერზე არ მეგანიშნებ, იმას გეუბნები, რის განცდასაც მაიძულებ. ეს არის რასაც მაიძულებ. როგორც ჩანს მოჟგანით ყოველად არ გაგიჟებულა. უმიზეზოდ არავინ გიждდება. შენს დედა შენი ვიცი სულელეს ამბობ. დედა ჩემივით? გამოდის რომ დედაც იგივეს ფიქრობს. ჩვენი აზრები ემთხვევა. გიულთენს წაიყვან და ისე წახვალ. გეიგე? გიულთენს წაიყვან და წახვალ. გიულტენ, ზულეიხა, გიულტენ, მიდი გაემზადე ადნანი შემოწმებაზე წავიყვანოთ. კარგი, სანი ის უთხარი რომ მე ცოტას გავისერნებ და ჩენზე არ ინერვიულოს. კარგი. ადნანი ექიმთან მიყავს? არა მუშგან, ილმას უნდა შეხვდე. ღმერთო, რატომ არ უშვებ ხელიდან შანსს რომ როგორმე ნერვები მომიშალო? არა მართლა. გიულტენი ადნას მეხედავს, მე კი ილმასთან ერთად ჩამოვჯდები სადმე. ღმერთო შენ მიშველე. გამარჯობა ბექიჯე. თუ გცალია მოდი სადმე ჩაიდავლიოთ ერთად. ძვირფასო ვიცი გაბრაზებული ხარ ჩემზე. ნება მომეცე ყველაფერი აგეხსნა. მოდი დავსხდეთ. რა უნდა ამეხსნა, რატომ არ მოხვედი ხმის მიცემაზე შერმინ? ჰუნგარია მანის წინაშე შემარცხვინე. არა, თუ იმისი მხარე უნდა დაგეჭირა, მაშინ მე რატომ მეუბნებოდი კანდიდატი გახდიო? ეს ვერ გამეგია. ძვირფასო ჰუნგარის მხარეს არ ვარ, მაგრამ იქ მოსვლა და შენთვის ხმის მოცემა არ შემეძლო. რატომ შერმინ? მოგიყვები. მინდა რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. იმდენი რამე არ იცი. მადლობა. ნაწყენი ვარ, ძალიან ნაწყენი ვარ შენზე. მითხარი იამანებზე უკეთესი ვარო. მეწოდება ვისაც მათი ეშინიაო მითხარი და მე ხმის მიცემაზე არ მოხვედი. მიზეზი ძალიან მაინტერესებს. არ მინდოდა პრობლემები შემქმნოდა. ბექიჯე ეგენი უნამუსო ხალხია. მათი ჭუჭყისგან და უსინდისობისგან დავიღალე. ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა თუ მათგან თავშორს დავიჭერდი. ამიტომ არ მოვედი და მეტი რაღა უნდა გაგიკეთონ. სახლი დაგიწვეს, ბანკის ანგარიში გაგიყენეს, ქუჩაში უკაპიკოდ გამოგაგდეს. ესეც არ იკმარეს. და ხატებთან ერთად გამოგიჭირეს. მეტი რაღა უნდა გაგიკეთონ. ხომ არ მოგკლავენ? გეპიცები ეგ არავინ არ იცის. მოკლოდ შეუძლიათ.
რას ნიშნავს მოკლა შეუძლიათ? სისულელეს ნუ ამბობ, არც მე მიყვარს იამანები, მაგრამ არ ამგონია მკვლელობაზე წამსვლელები იყვნენ. ასეთი ოჯახი ძვირფასო. იმ ოჯახზე ვლაპარაკობთ, რომელმაც საკუთარი ნათესავი მოკლა. და რას ამბობ? მე შევეცოდები? იამანებმა საკუთარი ნათესავი მოკლეს? დიახ. ალბათ ხუმრობ, არა? ასეთ რამაზე ხუმრობა როგორ შეიძლება ძვირფასო? ადგნენ და მოკლეს ერჯუ. მათი მსხვერპლი გახდა ბავშვი. ერჯუ ვინ არის? ერჯუ მეტი. ჰუნკარის დიშვილი. ბიჭი ეგ დასასვენებლად ჩამოვიდა და სტამბულში გვამი დაბრუნდა. რას ამბობ შერმინ? დიახ. რატომ მოკლეს? თითქოს მკვდარზე ცუდის თქმა ალბათ ლამაზი არ არის, მაგრამ ეს ერჯუ მეტი. კარგი უნამოსო ვინმე იყო. თუ კი რამე ცუდი არსებობს, ყველაფერში გაერია სტამბულში. იმდენი გოგონა დაღუპა. მაგრამ რა თქმა უნდა, მამიკოს ფულების წყალობით ყველაფრიდან გამოძრა. რას ამბობ? ღმერთო ჩემო. მერე რა მოხდა? მოკლედ ჩამოვიდა. რამდენიმე დღე მათთან ცხოვრობდა და მერე უეცრად გაქრა. გვამი არხში იპოვეს. რატომ მოკლეს? მე თუ მკითხავ, ზულეიხა მოეწონა. მით უმეტეს ისედაც გიждდებოდა ქალებზე. მასზე ჩაიციკლა. დემირმაც მხოლოდ ღმერთმა იცის წაასწრო, როცა მის ცოლზე ძალადობას აპირებდა. და მოკლა? რა საშინელებაა? არ ვიცი, ასე ამბობენ. მაგრამ იქნებ ვინმე სხვა მოკლა შერმინ. ვერ ვიჯერებ ამას. ძვირფასო. იამანების ნათესავის ჩუქუროვაში ვინ გაბედავდა მის მოკლას? ასეთი რამე შესაძლებელია? მე სინამდვილეში იცი რაზე ვეჭვობ. მათ ეს საქმე საერთოდ არ გამოუძიებიათ. წარბიც არ შეტოკვიათ. არა და დიშვილი მოგიკლეს. ყველას ფელზე დავაყენებდი, პროკურორს ყველას და ვეტყოდი. ამ ბავშვის მკვლელი იპოვეთ მეთქი. არა, თითიც არ გაუნძრევიათ. აი ასე დარჩა მკვდარი ერჯუმენტი. პისტოლეტზე რომელთა ჯენგავერჩიმენი მოკლეს, შენი თითების ანაბეჭდებია. რა სიტყვი? თუ აღიარებ, რომ ჯენგავერი შენ მოკალე, მოვითხოვ, რომ სასჯელი შეგიმსუბუქონ. გალბატონო, გეფიცებით მე არ მომიკლავს. კარგი მართალია, პისტოლეტი დღეში მე გადავაგდე, მაგრამ გეფიცები მე არავინ მომიკლავს. მაშინ ვინ მოკლა? იარაღი ტყეში გადასაგდებად ვინ მოგცა? ეიუბმა მომცა. გეფიცებით ეიუბმა. ეიუბი ვინ არის? ეიუბ გარაკუში. სულაც გაუფრთხია. ჩემი თანასოფლელია. ერთ სოფელში ვცხოვრობთ. შენ რატომ მოგცა? მკვლელობა ჩავიდინე? წაიღე და მოიშორეო, ამიტომ მოგცა? არა, გალბატონო, გეფიცები ასე არ ყოფილა. უბრალოდ მაჩუკა. ასე მითხრა საჩუქარიაო. ოდა მეც ავიღე. რომ ცოდნა და ავიღებდი? აბა ტყეში რატომ გადააგდეს საჩუქარს? ტყეში ვინ აგდებს? გეფიცები შემეშინდა გალბატონო პროკურორო. მე რა ვიფიქრე, რაში თქვა თუ ამ იარაღიდან ვინმე მოკლეს მეთქი. ძალიან შემეშინდა. შარში არ გავეხვია მეთქი. მე შეშის დასაჩეხა წავედი. ვერ მოვითმინე და გადავაგდე. რა საქმეანობს ეიუბი? როგორც მე ვიცი, ადრე ჯენგავერთან მუშაობდა. იმის მერე რაც ის მოკვდა, ისე დადიოდა უსაქმოდ. არ ვიცი გალბატონო პროკურორო. გასაგებია. ეს ეიუბ კარაკუში იპოვეთ, მანამდე რაშიტი პატიმრობაში დარჩება. გალბატონო პროკურორო, გეფიცები მე არავინ მომიკლავს. ღმერთმა დამსაჯოს, ცუდი არაფერი არ გამიკეთებია. ახლა დაპატიმრების ორდერს გამოვწერ. თქვენ ძებნა დაიწყეთ, კარგი? კარაკუში.